დაჯერიმება ხატვისთვის ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ლესელიძის ქუჩასა და რუსთაველის მეტროსთან ასფალტის ნაწილი მოხატეს. ახალგაზრდებმა ფერადი ცარცებით ქართული ოცნების ლოგოები გამოსახეს, რასაც ადრეზე მერიის თანამშრომლების და საპატრულო პოლიციის მისვლა მოჰყვა. მათ სამართალდარღვევის ოქმები შეადრინეს და ახალგაზრდებს ხატვის შეწყვეტა მოსთხოვეს, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები განმარტავენ. მათ საღებავი არ გამოუყენებიათ და ქალაქის იერსახე არ დაუმახინჯებიათ. ცარცით ასფალტის მოხატველი კანონდარღვევა არ არის, მოგვიანებით ქართული ოცნების ახალგაზრდულ ფრთას ნამლელებით შეუერთდნენ და მათთან ერთად დაიწყეს ხატვა. მოვედით ბავშვები რუსთაველის მეტროსთან და ხატავდით ფერადი ცარცებით ქართული ოცნების ლოგოებს და ამის გამო პატრული მოვიდა, აგვიკრძალა დახატვა და გითხრა რომ კანონში არ შედისო, მაგრამ ჩვენ არაფერს არ ვაშავით, მე მგონი უბრალოდ ფერადი ცარცებით ხატავთ და ვალამაზებთ ქალაქს. შემოვერთთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ბავშვები არიან. ძალიან სიამოვნობს რომ აი ხატავენ ბავშვები და ოცნების ასრულება უნდათ რომ იცხოვრონ მშვიდობიან დაწყნარებულ კარგ საქართველოში. შემოვერთდი მეც რომ მიხაროდა რომ ხატავდნენ ბავშვები და მოვიდა პოლიცია და ჯარიმები და ერთი ამბავი დააღწია ბავშვებს. აღნიშნული სახის წარწერების შესრულება აკრძალული არის კანონით, კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 პრიმამუხლით, ანუ რომელიც ითვალისწინებს ქალაქ თბილისის იერსახის თვითნებურ შეცვლაზე აკრძალვას, ეს იქნება წარწერა, ლოზუნგი, ნახატი, მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი სახით ქალაქ თბილისის იერსახის შეცვლა ისჯება კანონით.